The real deal, Georgian language. ასობით წლის განმავლობაში წარმართები არ სცემდნენ თაყვანს ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით, როგორც ეს ნათქვამია იოანეს 4:23-ში. მასში ნათქვამია, მაგრამ მოდის ჟამი და დადგა, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამა ასეთებს ეძებს, რათა თაყვანი სცენ მას. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან და თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ არც ახლა ხართ, მაგრამ იმედია მომავალში იქნებით. იყო ტრაგედია, რომელიც დაემართა წარმართ ქრისტიანებსა და წმინდანებს, რომლებიც იყვნენ სულით მართალი მორწმუნეები. ისინი მოკლეს სხვა ეგრეთ წოდებული მორწმუნეების მიერ, რომლებიც ფიზიკურად მართალნი იყვნენ. ასობით წლის წინ ყველა საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებდა, ისევე როგორც დღეს. ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან ერთადერთი, ვისაც შეუძლია მოგაწოდოთ სიმართლე ახალი აღთქმის შესახებ, რადგან მათში აქვთ ჭეშმარიტების სული. ღმერთს აქვს ბრძანება, ღმერთი იესო კი მოწაფეებს. ჭეშმარიტება და საიდუმლო გამოეცხადა მოწაფეებს. მარკოზი 4:11-12 და უთხრა მათ, თქვენ მოგეცემათ ღვთისსასუფევლის საიდუმლოს შეცნობა, გარეთ მყოფთ კი ყველაფერი იგავებით მოდის, 12 რათა დაინახონ და ვერ გაიგონ და სმენით მოისმინონ და ვერ გაიგონ. ლუკა 8:9-10. ვკითხეს ამას მისი მოწაფეები. 10 და მან თქვა, თქვენ მოგეცემათ ღვთისსასუფევლის საიდუმლოებების ცოდნა, დანარჩენებს კი იგავებშია მოცემული, რომ ხედავენ, ვერ ხედავენ და უსმენენ, ვერ გაიგებენ. მოწაფეებს პირველად ქრისტიანები ეწოდათ საქმეების 11:26-ში. ქრისტიანები გადიან განწმენდის პროცესს და ხდებიან წმინდანები. ასე რომ, სწორედ ქრისტიანები და წმინდანები ასწავლიან მორწმუნეებს, მათ, ვინც სულიწმიდით არ არის მონათლული ჭეშმარიტების სულის გამოვლინებით. მორწმუნეებმა უნდა მოისმინონ სიმართლე ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან ან წმინდანებისგან. რომაელთა 8:8, ასე რომ ისინი, ვინც ხორცში არიან, ვერ ასიამოვნებენ ღმერთს. 1 კორინთელთა 15:44 ითესება ბუნებრივი სხეული, აღდგება სულიერი სხეული. არის ბუნებრივი სხეული და არის სულიერი სხეული. ეფესელთა 1:13 მას მიენდე მას შემდეგ, რაც მოისმინე ჭეშმარიტების სიტყვა, შენი ხსნის სახარება, რომლის რწმენითაც დაიბეჭდა აღთქმის სულიწმიდით, თქვენ უნდა გქონდეთ ჭეშმარიტების სული, რომ ასწავლოთ სიმართლე. მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტიანებსა და წმინდანებს აქვთ ჭეშმარიტების სული. იოანე 6:13 თუმცა როდესაც ის ჭეშმარიტების სული მოვა, ის გაგიძღვებათ ყოველგვარ ჭეშმარიტებაში, რადგან ის არ ილაპარაკებს საკუთარი ხელით, არამედ რასაც მოისმენს იტყვის, და ის გეტყვის მომავალს. ღმერთი იზრუნებს მათზე, ვინც მოკლეს ჭეშმარიტი ქრისტიანები და წმინდანები. ჩემი ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ თქვენ მზად გახდეთ წმინდანი. და სანამ გახდები წმინდანი, ჯერ უნდა გახდე ჭეშმარიტი ქრისტიანი. ჭეშმარიტი ქრისტიანი ავსილია სულიწმიდით და ლაპარაკობს სხვა ენებზე, როგორც ეს ნათქვამია საქმეების 2:4-ში. ირონიულია, რომ ისინი, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანების მკვლელობაში მონაწილეობდნენ, საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ. არც ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი არ ყოფილა ასობით წლის წინ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის მოკლის შემდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ თავს ქრისტიანად უწოდებ, არ ღვთის ქრისტიანს. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ღვთის განმარტებას ახალ აღთქმაში. წარმართ მორწმუნეებს მომხდარის ტრაგედიის გაგება მხოლოდ საღი აზრის გამოყენებაა. სწორედ ფიზიკურად მართალ მორწმუნეებს სურდათ სულიერად მართალი მორწმუნეების გაკონტროლება ფულით, ძალაუფლებითა და კონტროლით. მათი კონტროლის ერთადერთი გზა მათი მოკლა იყო. მათ ურჩევნიათ მოკვდნენ, ვიდრე შეცვალონ ჭეშმარიტება ღვთის სიტყვაში, რადგან მათში ჰქონდათ ჭეშმარიტების სული. იოანე 4:17 ჭეშმარიტების სული, რომელსაც ქვეყნიერება ვერ მიიღებს, რადგან არც ხედავს მას და არც იცნობს, თქვენ კი იცნობთ მას, რადგან ის თქვენთან ერთად ცხოვრობს და იქნება თქვენში. რა მოხდა შემდეგ, რამაც იმოქმედა მორწმუნეებზე? დასახელება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას კონფესი საკუთარი აზრის საფუძველზე. ამიტომ ბევრი რელიგიას აზრს უწოდებს. ის შეიძლება ეფუძნებოდეს მცირე სიმართლეს ან საერთოდ არ იყოს სიმართლე. კითხვა, როგორ ელით რომელიმე კონფესიას ასობით წლის შემდეგ რომ იცოდეს სიმართლე ახლა, როცა ისინი სიმართლის გარეშე დაიწყეს. მხოლოდ იმიტომ, რომ დენომინაცია არსებობდა, ასწავლის მის სრულ ნარატივებს იქამდე, რომ იგი ტრადიციად იქცევა, არ აქცევს მას სიმართლეს. არც ერთმა კონფესიამ არ იცოდა, რომ მათეო 28:19-20 არის ქრისტიანის განმარტება. ან რომ იოანეს 3:5 მარკოზი 16:18 საქმეები 2:4 ან თუნდაც იოანეს 3:16 განსაზღვრავს რა არის ქრისტიანი.
თითოეული ეს წერილი საუბრობს ქრისტეს სულზე, ღვთის სულზე და ჭეშმარიტების სულზე. რამდენადაც გონიერი ადამიანი ფიქრობს, რომ ის არის, მან ვერ შეძლო ღვთის სიტყვაში სულიერი ჭეშმარიტების გაგება. 1 კორინთელთა 2:14 მაგრამ ბუნებრივი ადამიანი არ იღებს ღვთის სულის ნივთებს, რადგან ისინი სისულელია მისთვის და ვერც შეიცნობს მათ, რადგან ისინი სულიერად განიხილება, მრევლის წინ მდგარი მოძღვარი ან წინამძღოლი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ხოლო მრევლს ქრისტიანებს არ იცის ახალი აღთქმა და წარმოდგენა არ აქვს რაზეა ღვთის სამეფო. რატომ არ ადარებთ თავს იმ მოწაფეებს, რომლებსაც სულიწმიდით მონათლულების შემდეგ უწოდეს ქრისტიანები? საქმეები 11:26 მათ იესომ ასწავლა ჭეშმარიტება, მათ მიიღეს ქრისტეს სული. იოანე 20:22 მათ მიიღეს ღვთის სული და ჭეშმარიტების სული, როდესაც სულიწმიდით მოინათლნენ. საქმეები 2:4 და თქვენ უნდა ისაუბროთ ენებზე. მარკოზი 16:17 საქმეების 2:4 შინათქვამია, ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და დაიწყეს ლაპარაკი სხვა ენებზე, როგორც სული აძლევდა მათ სიტყვას. თქვენ გჭირდებათ ქრისტეს სული, სული ღვთისა და ჭეშმარიტების სული, რათა აღივსოთ სულიწმიდით. მათ, ვინც ენებზე საუბრობთ, ახლა უნდა ასწავლოთ ჭეშმარიტება, სანამ მიიღებთ ჭეშმარიტების სულს. მორწმუნე, რომელიც ფიქრობდა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, თქვა, რომ ისინი ამ კონფესიაში დაიბადნენ და ამ კონფესიაში მოკვდებიან. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დასახელება ასობით წელია არსებობს, ის ტრადიციად იქცა თავისი ყალბი ნარატივებით. მორწმუნეებს უნდა ესმოდეთ, რომ ფიზიკურად სიკვდილის შემდეგ სულიერად აგრძელებთ ცხოვრებას. იოანე 5:29 და გამოდით სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის და ვინც ბოროტს აკეთებდა, განსჯის აღდგომისთვის, ეკლესიის მიზანია მორწმუნეები გახდნენ ქრისტიანები და წმინდანები. ეკლესია არ შეიქმნა იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა ან გამდიდრებულიყო ეკლესიის წინამძღოლები. გაიღვიძე. ისმინე და მიიღე შენს გულში ჭეშმარიტება ღვთის სიტყვაში.